ქობულეთში 65 წლის მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ და ლინჩის წესით გასამართლებით ემუქრებიან. ადგილობრივები მამაკაცს 11 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობაში სდებენ ბრალს და უბნიდან მის გასახლებას მოითხოვენ. მასშტაბური საპროტესტო აქციის და დაპირისპირების მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს სექსუალურ ძალადობაში შესაძლო ბრალდებული ჯერ არ დაუკითხავს. დეტალები სულხან მესხიძის სიუჟეტში. ქობულეთელები გუშინ ღამით იმ ჭიშკრის შემტვრევას და სახლში შესვლას ცდილობდნენ, სადაც მათივე მტკიცებით პედოფილიაში ბრალდებული ცხოვრობს. თერთმეტი წლის გოგონას დედა ირწმუნება, რომ მისი შვილის გაუპატიურება 65 წლის მამაკაცმა სცადა. იგი მოზარდის ქალაქგარეთ გაყვანას მოტყუებით აპირებდა. 11 წლის ჩემს გოგოს შესთავაზა, წამოდი ბიძიაო, თვალს რომ ასე ჩაგიბაჭუნებო. წამოდი გამიჯექი მანქანაში, ჩამუშიო, კაი კამპეტები იყიდებაო და გიყიდიო. შენ და შენ ზვასო აუთხო, თორე მოგჭრით ისერს. გუშინ ეუბნება ჩემს შვილს, ბიჭს. შენ დასო მანქანაში რატო არ მიჯენო? მოგაჭრი მამკისას და ძაღლს გადუუბდებო, მაი არაკაცი პედოფილი. არასრულწლოვანი სახლობლები სავარაუდო სექსუალური მოძალადის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ. მათივე ინფორმაციით მამაკაცი წარსულში სწორედ გაუპატიურების ბრალდებით სასჯელს იხდიდა. მაგ ხალხმა ოჯახიანად დაცალონ ყველაფერი, ან თვითონ თავისი ხელით გამოვიდეს, დაისხას ბენზინი, დაიწვას თავი. ერთხელ არ ყოფილა, ბევრჯერ ყოფილა მამბერი მცდელობა. სამჯერ. გაუპატიურებაზე. შესაძლო სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული სახლს ახლა უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცავები იცავენ. ვითარების ადგილზე გასაცნობად აქციის მონაწილეებს ქობულეთის გამგებელი და საკრებულოს დეპუტატები შეხვდნენ. ადგილზე ქობულეთის პოლიციის უფროსი ზაქარია გურჩიანიც იმყოფებოდა. მან ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. უსაფრთხოებისთვის პოლიცია იქნება პერიმეტრზე. რამდენიმე წინადადებით რო გითხოთ, უსაფრთხოების მიზნით პოლიცია ადგილზე იქნება? რატო არ ასწავლეთ, რატო ინტერვიუ იყო თავიდან აგრესია მოსახლეობის მხრიდან, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ რამე ისეთი არ განახორციელებიათ, იმიტომ რომ პიროვნება ოჯახთან რა უნდათ, ხო, ის პიროვნება ჯერ უნდა უნდა ვთქვათ, რომ უნდა დაუმტკიცდეს და რაღაცა გამოძიება შესაბამისად იმას იზრდება. ჩვენ შევეცადეთ, რომ ოჯახს შეეშვან ამ შემთხვევაში, რამე შეურაცხყოფებს იმას თავი მოერიდონ და სანამ არ დასრულდება გამოძიება, თავი შეიკავონ ყველაფრისგან რა. ამას ვესაუბრებით მოსახლეობას და ვცდილობთ რომ დავაწყნაროთ. 11 წლის გოგონას დედა გუშინ ქობულეთის რაიონულ პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მოზარდი ამ ეტაპზე ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრში განმარტავენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში კი უწყება შესაბამის ზომებს გაატარებს. 65 წლის მამაკაცი ამ ეტაპზე საკუთარ სახლში არ იმყოფება.